I'm German Homelos, I drink coffee and I know things. 21 ეპიზოდის თემა არის გვეკუთვნის თუ არა დედამიწა. რატომ მოაწყო ღმერთმა მამამ ისე რომ ამ ხელა გიგანტურ სამყაროში, გალაქტიკებში, ხოლო დედამიწაზე, ამ ერთ ციცქნა პლანეტაზე შექმნა სიცოცხლე და სიცოცხლისთვის უნაკლო პირობები, რა თქმა უნდა. ვიცი და მესმის მათი, ვისაც დედამიწის გარდა სხვა ასეთი პლანეტების და ჩვენნაირი ან მსგავსი ქმნილებების არსებობა სჯერა, მაგრამ ძალიან ცხადია, რომ მარტო ვართ ამ უსასრულო სამყაროში და ძალიანაც სწორია და ძალიანაც ლამაზია ამისი ცოდნა. ახლა შევხედოთ თუ ეს არის ერთადერთი პლანეტა, სადაც სიცოცხლე არის და შეგვიძლია სიცოცხლე, მხოლოდ ამის ცოდნა არ არის საკმარისი, რომ მთელი გულით და ძალით უნდა მოუფრთხილდეთ მას. გასაქცევი სად გვაქვს თუ ეს ერთადერთი პლანეტაა, სადაც ადამიანის სიცოცხლე შეუძლია და სადაც ადამიანისკენ ზოგადად სიცოცხლე არის, გასაქცევი სად გვაქვს. კარგი, ჩვენი თაობა მაინც ვერ მოესწრება და მოდი გავაფუჭოთ სანამ შეგვრჩებაო. რატომ? კარგია ასეთი ბოროტული დამოკიდებულება? უხდება ადამიანს გულგრილობა და სიბეცე? ჭკვიანურობა, ცნობის მოყვარეობა, კვლევა, მოფრთხილება, გალანტურობა უფრო არ ხდება ადამიანს? ქათამს რო ჰგავს, ეგ უხდება? ქათამივით რო იქცევა, ეგ არის მაგარი, ეგ არის კაი ტიპობა? გასაქცევის არქონის შიშს წუთით გავეშვათ, გადავდოთ გვერდით დროებით, რომ არ ეშინია ადამიანს ამისი. რამე იქნება, ღმერთს რაც არ სურს, არც მოხდებაო. თქვათ ამას ამბობენ. ეს ცხადია, რა თქმა უნდა, ღმერთს რაც არ უნდა, არ მოხდება. და რატომ უნდა გაუცრუოთ ამდენჯერ იმედი მამას? რატომ? ვერ ვიგებ. მაგრამ ესეც კაი. თუ ვიცით, რომ ეს საოცარი პლანეტა ერთადერთია, სრულიად უნიკალურია, თავიდან ბოლომდე სიყვარულით, სიფაქიზით გაკეთებულია, უნაკლო წონასწორობაშია, ისე რომ ერთი ცვლილება, ერთი პატარა დეტალის ცვლილება და ეს წონასწორობა მთლიანად მოიშლება, განადგურდება სიცოცხლე. აი ასეთი სიყვარულით შექმნილი და უფლისგან ნასახსოვრები პლანეტა რომ გვაქვს. ეს ბედნიერება არ არის? მადლიერები არ უნდა ვიყოთ? არ უნდა გვიხაროდეს? არ უნდა გავუფრთხილდეთ? სუფთად არ უნდა შევინარჩუნოთ? ბუნებას არ უნდა მოუფრთხილდეთ? არ უნდა მოუვაროთ? ზუსტადაც ჩვენი რომაა, უფრო უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი საკუთრება რო არის, ზუსტადაც უფრო უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ასე რომ, არის თუ არა ჩვენი საკუთრება დედამიწა? არა იმდენად საკუთრებაა, რამდენადაც უფრო ძვირფასი, ყველაზე ძვირფასი მატერიალური ცხვენი უფლისგან, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ.